მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გამართული შეხვედრების ფარგლებში ნატოსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ მოსაზრებები გაცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს პრესსამსახური ავრცელებს. ნატოს პრესსამსახური კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კევინ ჰამილტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კევინ ჰამილტონის საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ვიცე-პრემიერს და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვას და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას შეხვდა. ოცნება არის პასუხისმგებელი იმ მწვავე შეფასებებზე, რაც ევროპის ქვეყნების მხრიდან სახელდება. ფაქტია, რომ ოცნება აგრესიული რიტორიკით და საკუთარი ქმედებებით ევროპული დღის წესრიგიდან ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად აშორებს. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ მწვავე შეფასებების მიღმა არის ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ამაზე მოწმობს ყველა ის რეზოლუცია, ყველა ის მწვავე შეფასება, რომელიც ევროპული ქვეყნების მხრიდან კეთდება. რა თქმა უნდა, ამ მწვავე შეფასებების მიღმა არის ის რეალობა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამის მაუწყებელია ეს, განაცხადა ხვედელიანმა. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია 68-22 წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციაში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციული ფაქტები გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც სამი პირია დაკავებული, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ შემთხვევაში კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი მოქალაქე. ახალაიას თქმით, მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68-22 წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა გამოხატავს სრულ სოლიდარობას დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მობილიზებული ქართველი ხალხის მიმართ. რეზოლუცია მიესალმება 20 ევროპული სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაგმობილია საქართველოში ავტორიტარიზმისკენ სვლა. დოკუმენტის თანახმად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მხარს უჭერს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვულოცავს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს, მამას ჩვენსას, შიო მესამეს აღსაყდრების დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამის შესახებ ლელო ძლიერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც. დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ყავს ახალი პატრიარქი, რომლის წინამძღოლობით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკლესია გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი და უნიკალური როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად აკისრია. ჩვენი ერის რწმენაში გაძლიერება და ეკლესიის ირგვლივ საზოგადოების გამთლიანება. ეკლესიის ძლიერება ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების განმაპირობებელი და ასე იქნება მომავალშიც, წერს ჯაფარიძე. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო. ინფორმაციას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია 68-22 წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციაში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ზურაბიშვილი მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს. ასევე მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე. ამასთან რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში ულოცავს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნიტარესობის შიო მესამის აღსაყდრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. შესაბამის განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს პატრიარქი 11 მაისს აირჩია ქვეყნისას 42 კათოლიკოს პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო გახდა. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით ახალ არჩეულ პატრიარქს შიო მესამე ეწოდა. 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახალ არჩეული პატრიარქის შიო მესამის აღსაყდრება შედგა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ, ბარტყული, ჯვარ, პანაღია და კვერთხი. ასევე პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს ახალ არჩეულ პატრიარქს შიო მესამეს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000 წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს. ამ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში 3000-მდე რეგისტრირებული მარანი და კომპანია რაც აძლიერებს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000 წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს. ჯერა ჩვენი სახელმწიფოს მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. დიდ ბრიტანეთში 4 მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს, რომლის ცნობითაც თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა. მან გადადგომის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშკარაა საზოგადოებამ შეუქცევა და დაკარგა ნდობა თქვენი როგორც პრემიერ-მინისტრის მიმართ. მედიის ცნობით პირველმა გადადგომის შესახებ მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის, მაგრამ საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა და არც მე. რამდენიმე საათის შემდეგ ჯეს ფილიპსმა გამოაცხადა, რომ ის ტოვებს უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას და სტარმერს უთხრა, რომ მნიშვნელობა საქმეებს აქვს და არა სიტყვებს. მედიის თანახმად ალექს დევის ჯონსმა მალევე მიბაძა მას და მოუწოდა პრემიერ-მინისტრს იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. გამოცემის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ სტარმერის გადადგომის ან მისი გადადგომის ვადის დადგენის მოწოდებით პარლამენტის წევრების რიცხვიც იზრდება, ასევე პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ. სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს. დრონებით რუსეთის ცინიკურმა თავდასხმა მიზანში ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა ამოიღო კრივი რიგში, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა. ამ მომენტისთვის არსებული ცნობებით 2 ადამიანი მოკლეს. მათი 9 თვის შვილიშვილი საავადმყოფოშია სერიოზული დაზიანებებით. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. სამდღიანი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი აგრძელებს უკრაინელების მოკვლას და დასახიჩრებას, ასე რომ რუსეთზე ზეწოლა არანაირად არ უნდა შემცირდეს. მხოლოდ ერთობლივ მტკიცე ზეწოლასა და უკრაინის გაძლიერებას, მათ შორის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეუძლია აგრესორის დიპლომატიისკენ იძულება საიმედო მშვიდობისა და მკვლელობების შეწყვეტისთვის, წერს ზელენსკი. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ჩამორჩენის რისკი არსებობს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოწვევები ძალიან დიდია, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიქმნიდით პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც ახლა გვიწევს. ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, ამიტომ გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს. გერმანია უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვაჭიანურებდით. პრობლემებს, რომლებიც შესაბამისად სტაბილურად იზრდებოდა. აღნიშნა მერცმა პროფკავშირების წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ხარჯები და ბიუროკრატია აზიანებს ბიზნესს, საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და მომავალი თაობების კეთილდღეობას. როიტერსი წერს, რომ მის მოსაზრებას ჯანდაცვისა და პენსიების რეფორმირების შესახებ, რაც პირდაპირ დემოგრაფიისა და მათემატიკის საკითხს წარმოადგენს შეძახილები, სტვენა და სიცილი მოჰყვა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.